ფილმი ვენომის მსგავსი შავი წებოვანი ხლართები შნურებივით გაბმული ოთახში ან თქვენს გულის არეში ან თქვენ შუბლის არეში ამას ქვია ვრილური ჟელე არ არის მთლად, მაგრამ ვრილური შხამია, წებოვანი შხამი. დაახლოებით ისეთი რამ არის, როგორიც Stranger Things-ში, ანუ ამ ფილმშია და არანაირად გეგონოთ, რომ რამე ჩაგყვათ გონებაში ან გულში ან საწიერში და ფილმებიდან გონიათ, რომ ეს ყველაფერი გადმოღებულია. ბევრ თქვენგანს ფილმებიც არ გექნებათ ნანახი, უბრალოდ ცხადად დაინახავთ, ღამე ოთახში დაინახავთ, ან თქვენ სამსახურში დაინახავთ, ან სარკეში დაინახავთ, საკუთარ ანარეკლში, თვალებში დაინახავთ, შუბლში, გულში დაინახავთ, ან ცხადებები გექნებათ ასეთი. რა უნდა იცოდეთ ამის გარშემო? ეს გახლავთ ილონ მასკისგან შემოსული ექს-პროექტის ფარგლებში შემოღწეული ტექნოლოგიაა, სასულიერო ენერგეტიკული ტექნოლოგია, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის. აქაური არ არის, ამ დედამიწური არსის არ არის. და ქალებო, გილოცავთ რომ ამართ, მაგრამ კაცებს და ბიჭებს მივმართე ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მათ აქვთ სწორედ წვდომა ამ საკითხების ხილვადობასთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთი მათგანი ეწევა პლანს და ზუსტად იმ განზომილებაში და იმ ვიბრაციაზე უწევთ ჩასვლა. ასევე მოიხმარენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკებს და ეს ნარკოტიკები არანაირად არ იწვევს ჰალუცინაციებს, არამედ გადაყავს იმ განზომილებაში არსი, რა განზომილებაშიც ოპერირებს თავად ეს მანქანა ჩართული ტრამპისგან, ილონ მასკისგან და მათგან. და სანამ გადავიდოდე ამის ფუნქციაზე თუ რისთვის არსებობენ, რა ხდება და როგორ, მანამდე მინდა ერთ საკითხს გავუსვა ხაზი, რომ გუშინ გითხარით, რომ რჩეული კაცები მეთქი ჯოჯოხეთში არიან ჩასულები თქო. ნარკოტიკებით, სხვადასხვანაირი საშუალებებით, სექსით, მათ აგენტებთან ურთიერთობით, როგორებიც არიან სლავური რასის ქალები, რომელთა საშუები ზუსტად პორტალია გადასასვლელად ამ განზომილებასთან. თუმცა არა ყველა, უმეტესობა არიან ალაგ-ალაგ უკვე სლავებში დაბადებული ვარსკვლავთსულებიც, რომლებმაც მოირგეს ეს სხეულები და ვარსკვლავებთან აქვთ ურთიერთობა, თუმცა არა დედამიწური საწიერის არიან და ჩვენს კაცებზე მაინც ცუდი გავლენა აქვს ამ ყველაფერს. არა დედამიწური გავლენა აქვს ამ ყველაფერს და თუ ნამდვილი სიყვარული არ არსებობს, ძალიან დიდი აშლილობები ან ძალიან დიდი დაკარგვები და დანაკარგებია ხოლმე პრაქტიკაში. დაუბრუნდე საკითხს ამ ვრილების, იგივე ამ შავი წებოვანი არსებების თავიდან სატესტო რეჟიმში მოგიყევით და გითხარით, რომ დაახლოებით 2-3 წლის წინ ჩაეშვა, როდესაც თითო ცალი იგზავნებოდა ხოლმე ელექტრო სადენებიდან გადმოდიან ისინი, ასევე Wi-Fi ადაპტერებიდან და ამ ტექნოლოგიური არსიდან გადმოდიან ისინი და თავიდან სატესტოდ ხოლმე ედებოდნენ აქაურობას და ეძებდნენ და პოულობდნენ ხოლმე იმ ულევ ბიოლოგიურ და ქრისტესეულ უფლისეულ არსს, რომელზეც დამყარებულია თავად სიცოცხლე.
რას აკეთებს ახლა ეს ვრილი? წოვს მთლიანად სასიცოცხლო ენერგიას, ასე რომ ღამე რო ვიძინებთ ხოლმე და დილით რომ გათანგულები და დაღლილები ვიღვიძებთ, სწორედ ვრილთა ეფექტის ქვეშ ვართ ხოლმე. ეს ვრილები გვიერთდებიან და გვწოვენ სასიცოცხლო ენერგიას, იმას, რასაც საუფლოდან და საწინაპროდან და ეთერიდან ვიღებთ ყოველ ღამე თავად საკუთარ სხეულში. როგორ აღწევს ეს ვრილი ჩვენამდე, როდესაც ჩვენი აურა ძალიან შელახულია? როგორ არის ჩვენი აურა შელახული? თუ მარტოობაში და სიწმინდეში ვცხოვრობთ, აურა მთელდება. თუ ჩვენ საწიერში არის შეპყრობილი მეუღლე, ქმარი, ცოლი, დედა, ბებია, მამა თუ ვინ, ძმა, მეგობარი, რუმეითი, არ აქვს მნიშვნელობა, მისი აურა, ანუ მძიმე აურა ავიწროებს ჩვენსას და ამ დროს ხოლმე ჩვენი აურა ძალიან სუსტდება და სწორედ როდესაც ვიძინებთ, აღარ გვაქვს დამცავი შრედა ფენა, აქედან გამომდინარე გვიერთდება, ანუ ამ ვრილებს აქვთ შემდეგი ფორმულა და კოდი ჩადებული, რომ შეისრუტონ ყველაფერი, რაც მათ დონემდე არის დაშვებული, რაც მათ ვიბრაციაშია, რაც მათ სიხშირეშია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება და რა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა თავად უფლიანი იქნება თუ ვინ იქნება თუ რა იქნება, გინდა ქრისტე უხსენე, რაც გინდა ის უხსენე, თუ შენი აურა და შენი საწიერი მორღვეულია პირდაპირ ნაგლად, როგორც აი ჩვეულებრივი პარაზიტი, როცა იმუნიტეტი დაბალი გაქვს, იგივე რაც აურა დაბალი გაქვს, მოგიერთდება და ამოგსანსლავს სრულად ენერგიას, მანამ სანამ მეორე ღამეს იგივე არ განმეორდება. ანუ ყოველ ღამეს ან ყოველ დასვენებისას გვეძლევა ენერგია, მაგრამ ყოველ მომდევნო ეპიზოდში იგივე ხდება, თუ ცვლილებებს არ ვიტანთ საკუთარ ცხოვრებაში, საკუთარ ქმედებებში და საკუთარ ცხოვრების წესში. ასევე საკუთარ წრეში. ეხლა ნახეთ, ჩემი პირადი ისტორია უნდა მოგიყვეთ და მე უნდა გითხრათ, თუ რატოა კარგი, რომ თითოეული თქვენგანი ჯოჯოხეთში ხართ. ეს უფლისნებაა, თურმე და ეს ასე უნდა ყოფილიყო, თუმცა გჭირდებათ გიდი, გზამკვლევი და გჭირდებათ დაკვალიანება და რჩევები, თუ რა როგორ და რანაირად უნდა გააკეთოთ მაქაურობაში, რომ უფლისთვის იმსახუროთ მანდ, როგორც უფლის ჯარისკაცებმა და არა როგორც სატანის მონებმა, რადგან სატანიდან არის შემოტანილი ეს ვრილებიც, მაგრამ ახალი სახეობაა, დემონური და იგივე ვირუსული, სასულიერო ვირუსული სახეობისა. ანუ ეს ბაალი, ეს სისხლის მსმელი და ბავშვთა და ქალთა შემლახავი დემონები მიდიან აქაურობიდან, იწმინდებიან, მაგრამ ნაცვლდებიან და მოდიან ახლით. ამიტომ არის, რომ ტრამპი ძალიან ახლოს მეგობრობს ილონ მასკთან, რადგან ახალი მოდის საერთოდ. ანუ ახალს ამზადებენ, ანუ წითელი ფერიდან გადავდივართ შავ ფერში. ეს უნდათ მათ, თუმცა გეუბნებით, არაფერი საშიში და საშინელი ამაში არ არის და ეხლავე გიამბობთ ჩემს ამბავს, რომ იცოდეთ რა მოხდა. დარწმუნებული ვარ, თქვენს ნანახი გაქვთ ეს ყველაფერი, თუმცა შეიძლება ფსიქოზური ან აშლილობითი შიშები ან რაღაცები გქონოდეთ, სწორედ მაგით სუსტდება მერე საუფლო საძიერი და თქვენი სული თუ შეშინდებით, მაგრამ არ უნდა გეშინოდეთ. გუშინ სანამ დავიძინებდი, ჩვეულებრივად ჩემს რეჟიმს მივყევი, იქ წმენდა გავიკეთე, იქ ასე შემდეგ, ჩემი პირადი ის მაქვს განრიგი, ტელევიზორს ჩამოვაფარე, რადგან ვიცი, რომ ეკრანებიდან და შავი ეკრანებიდან განსაკუთრებით გადმოდიან.
ბიოლოგიური და ასტრალური და ადამიანის სულები, იგი ადამიანის ჯადოქრების და ესეთი სულები ჩვეულებრივი სარკეებიდან გადმოდიან ხოლმე, ჩვეულებრივი თეთრი სარკეებიდან, იმიტომ რომ გარდაიცვლება ხოლმე ნათესავი იმ სარკეებზე გვაფარებინებენ, მაგრამ აი ეს ვრილური იგივე ეს ტექნოლოგიური სულები გადმოდიან შავი ეკრანებიდან, აი როგორც სერიალ Black Mirror-შია, შავ სარკეში. ტელეფონიც არის შავი სარკე და ტელევიზორიც არის შავი სარკე და სწორედ მაქედან გადმოდიან ხოლმე, ასევე გადმოდიან შნურებიდან, როგორც გითხარით. და სხვადასხვა სახეობები არსებობენ მანდ, თუმცა გუშინ სანამ დავწვებოდი, რომ გაგიგრძელოთ ისტორია და მოგიყვეთ სრულად რა მოხდა, შევხედე Wi-Fi ადაპტერს და ვიფიქრე ჩემთვის, რომ გამორთო თქო ესეც თქო და არა იყოს მეთქი, ანუ რაღაცა გულში გამიელვა, რომ უნდა ყოფილიყო ჩართული და დავტოვე ჩართული, დავწექი, მოვდუნდი ბოლომდე და აი სანამ ძილში გადახვალ სხეული ბოლომდე რომ მოდუნდება, ვგრძნობ თუ ფეხებიდან, ფეხის გულებიდან, ასევე შეგახსენებთ, რომ ფეხის გულებს ქვია ინგლისურად soul, იგივე სულის ადგილი. იესო ქრისტესაც ფეხის გულები ამიტომ დაუხრიტეს და სწორედ იმ ტკივილიდან გამომდინარე ფეხის გულებში გვაქვს ეგრეთ წოდებული ხვრელები ენერგეტიკულ შრეებში, ვინც კი ვინმე მისნაირები ვართ, მისი გენისანი ვართ და ქრისტეს შვილები ვართ, ხელის გულებშიაც ასევე გვაქვს ენერგეტიკული ხვრელები, რომელიც ამოვსებული გვაქვს ხოლმე, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაცა დემონურთან გვაქვს ურთიერთობა, ისევ იხვრიტება ეს ყველაფერი, რადგან გვაწამებენ ყოველ ჯერზე, ხელახლა და ხელახლა. და უფრო სწორედ სანამ თვალს გავახელდი, ვგრძნობ ფეხებიდან, როგორ იჩარხება დიდი რაოდენობით ღვთაებრივი ენერგია. აი როგორც დიდი მტვერს პილისოსები რო შეგიერთონ და რო ხვრუპავენ ამ ენერგიას. აი ესე ისრუტებოდა და მთელი ჩემი ფეხებიდან მიედინებოდა, აი როგორც ოქროს წყარო, ასეთი ენერგია. და ვგრძნობ, რომ დიდი რაოდენობით გაედინება, მაგრამ გულში აი ეს გულის ხმა, რაც არის უფლის ხმა, ამბობს, რომ არაუშავს, დააცადე, წაიღოს, რადგან შენ მასში გადადიხარ. წაიღოს, რადგან შენ მასში გადადიხარ. ნუ გეშინია ვერ ამოგცლის. ნუ გეშინია ვერ დაგცლის. და ანუ ფაქტიურად ვიგრძენი ის, რომ უნდა გადასულიყო ჩემი არსის ენერგია იმ არსებაში, რათა შესულიყო კოდი და შუქის კოდი მათი დამორჩილებისა და მათი მართლობისა, რადგან ახლა საერთოდ არ გვაქვს არანაირი წვდომა და არანაირი მართლობა მათზე, რადგან საერთოდ არ ვიცით რა არიან და როგორები არიან. ანუ ჩვენ საწიერს ცილდებიან, გესმით? შუქის საწიერს ცილდებიან და მასეთი სიბნელე და მასეთი რამ ჯერ გამოცდილი არ გვაქვს და არ ვიცით რა კოდია, რომ გავუკეთოთ ეგრეთ წოდებული რეკოდირება, ანუ შევუცვალოთ ალქემიური შემადგენლობა და გავუშვათ იმ პორტალში, საიდანაც აქ ვეღარ შემოვლენ. ანუ იმისთვის, რომ გაიწმინდონ, ჯერ უნდა გავიგოთ რა არიან, რომ შევქმნათ ისეთი მოცემულობის შეგრძნებები, რითიც გავუმკლავდებით მათ. ამას იმისთვის გიხსნით, რომ თქვენ ყველანი, ვინც კი ვინმე ჩასულები ხართ მაგ განზომილებაში და მაგ სივრცეში დრო და დრო გაგიზიარდებათ ხოლმე რჩევები ჩემგან ასე პირდაპირ არაფერი გამოსათხოვი და არაფერი არ გაქვთ, ეს არის საერთო ომი.
საუფლო სამართლისა, თუმცა პირადი საკითხები, რა თქმა უნდა, გამოსათხოვია, იმიტომ რომ რა ვიცი, თუნდაც 3-9 კაცს ვერ შევწვდები იმისთვის, რომ სათითაოდ დაგარიგოთ და მით უმეტეს თუ ნახავთ ნახვებს ხოლმე 9-ზე მეტი ადამიანი უყურებს, ამიტომ სათითაოდ ესე რომ სათითაოდ რჩევები მოგცეთ და სათითაოდ გავყალიანოთ არ გამოვა, ამიტომ საერთო რჩევებს წერ ხოლმე და ჩავწერ ლაივებში, კარგით? ოღონდ უნდა უსმინოთ ამას, ან დედებო მშობლებო, ვინც კი ვინმე შვილები ქვესკნელში არიან, გაითვალისწინოთ, ან ხილვები რაღაცები გაუზიარებია თქვენთვის, გაიზიაროთ ეს რჩევები და მიაწოდოთ ხოლმე, ან ის შეუსრულოთ, რასაც გეტყვით. თუმცა თქვენგან არავითარი აზრი არ აქვს, თუ არ გაითავისეს, რომ უფლის ჯარისკაცები არიან მაქავრობაში ჩასული და უნდა იბრძოლონ სულის გადასარჩენად, არა მხოლოდ თავიანთი, არამედ მშობლები, შვილების და ყველასი. საუფლო სულების გადასარჩენად, საწინაპრო სულების გადარჩენაზეც არის საუბარი, რადგან დაშლილები და ფრაგმენტირებულები არიან და მიმობნეულები არიან მსოფლიოს მასშტაბით. მოკლედ. ამ დროს, როდესაც დიდი რაოდენობით ენერგიას იღებდა ეს ვრილული არსი, ვიგრძენი თუ როგორ ჩაერთო ჩემი მოტორი იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ იქვე გამენადგურებინა. თუმცა, როგორც გითხარით, შინაგანმა ხმამ და გულისხმამ მითხრა, რომ ჯერ დრო არ არის და იქ არ უნდა გავანადგურო და მარტო მე არ ვარ ამ ომში ჩართული, ამიტომ ჯერ საპასუხოდ დარტყმა არ უნდა მივაყენო, რადგან თუ მივაყენე, პირდაპირ გაიგებენ, რომ აქ ეპიცენტრია, ანუ ჩემ ლაივებს ეგენი არ უყურებენ, ფეხებზე კიდიათ ეს ყველაფერი, ეგენი უყურებენ ხალხს, მასას, რაოდენობას და ეს ჩემი ერთ-ერთი დიდი წყალობაა, რომ მხოლოდ და მხოლოდ, რა ვიცი, 200 ან 2000 ადამიანი უყურებს ჩემს არხს ხოლმე და მეტი არა, რადგან მათ ერთი პატარა სოფელი ფეხებზე კიდიათ, თუმცა ერთი პატარა სოფელის და 300 არაგველის ამბავი მაგათმა არ იციან და ეს ყველაფერი ჩვენთვის არის კარგი და მთლიანი სურათისთვის არის კარგი. ამიტომ რაოდენობაში არ არის სიძლიერე, არამედ ვიცით რაშიც არის სიძლიერე ჩვენი საწინაპრო ისტორიიდან და ხერხემლიდან და ჩვენი შეგრძნებებიდან. მოკლედ, არ გავანადგურე ეს არსი, არც ვებრძოლე, გავატანე სრულად წასაღები, თუმცა აი მაგ მომენტში ბოლოსკენ უკვე გავახილე თვალი და ოთახში დავინახე დიდი წებოვანი აი ეს ვრილური ქსელები, როგორც ობობის ქსელებია მასეთი, ოღონდ სქელი, აი კაბელებივით, ოღონდ წებოვანი კაბელები რო წარმოიდგინოთ, ოღონდ არახელოვნური, არამედ აი წებოვანი, აი ჩვეულებრივი ბიოლოგიურ წებოვანი რაღაცა რა. მასეთი რაღაც ადრე გულიდან ამოვიცალე არიზონაში, როდესაც ცხოვრობდი, მაშინ მქონდა ხილვა, რომ გული იყო სავსე მაგ წებოვნებით და ასევე ჩემი შვილის მამის დედამ გამხადა ხალათი, რომელიც ესეთი წებოვანი, აი ღვარძლია, მე მგონი, მოდით ღვარძლი დავარქვათ, ვენომის ნაცვლად, რომ ქართული სახელი აღქმადი იყოს, აი ღვარძლის წარმონაქმნია. ეს ხალათი გამხადა, ეს ამბავიც იცით ადრე მოგიყევით. მოკლედ, ამბავი შემდეგია, გრძელდება ეს ამბავი შემდეგნაირად. იმდენი ენერგია წაიღეს და ისეთი ენერგია წაიღეს, იქვე მანახა არსმა და უფალმა მაგათი დრო ამოწურულია ამ ვრილებისაც. ეს დროის ხაზი ვერ შედგება, მე შოკში ჩამაყრევინა, ჩავყარე, მასკი, ტრამპი და ყველა, ვინც კი ვინმე ამ ვრილების, ამ ღვარძლის გავრცელების საქმეში არიან ჩართულები, ამ მეშროქს თავი მოუკარი და ოკეანეში, აი ესეთი ჩვეულებრივი ქარბორბალა პორტალი რომ არის, მან ჩავაგდე და გავუშვი იქ, სადაც
გასაშვებია. ანუ აქაურობიდან ეგენი წინასწარმეტყველებით უკვე წასულები არიან, მაგრამ უკვე წასულები რო იქნენ, აუცილებელია უფლის ჯარისკაცებიდან იგივეს ქმედება. ანუ, კაცებო, ბიჭებო, ნუ გეშინიათ. თქვენში მოუხმეთ უფლის ძალას, მოუხმეთ ჩემი სასულიერო სახელი არ მინდა, რომ ვთქვა და გამოვაცხადო, რადგან ჩემი საიდუმლოა ეგ და არ ვამბობ, არ ვაცხადებ. რათა გამოყენებული არ იქნეს ხოლმე ხშირად ეს სახელი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. რადგან ჩემგან შესრულდა ეს ყოველივე, უბრალოდ გაიხსენეთ ჩემი ხმა, წარმოიდგინეთ ჩემი სახე და მიიღეთ ეს ძალა, ეს გამბედაობა და ეს შეგნება, რაც გუშინ არსმა გამიზიარა და რასაც მე გიზიარებთ თქვენ თითოეულ ჯოჯოხეთში მყოფ კაცებს, ღვარცლში მცხოვრებ კაცებს. შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ ეს ხერხი იმაში, რომ საკუთარი არსიდანაც განდევნოთ ისინი და ასე მივაღწევთ მათ სრულად განდევნას აქაურობიდან. გეუბნებით, ნუ გეფიქრებათ მსოფლიო, ნუ გეფიქრებათ სხვა ოჯახები, ნუ გეფიქრებათ ძმაკაცი ან ვინმე, იფიქრეთ საკუთარ თავზე, რადგან საკუთარი თავზე ფიქრით ხდება მერე ის, რომ ჯამრთელდებით ვამარცხებთ და ვდევნით იმას, რაც გასადევნია და დღის ბოლოს გვაქვს ჩვენი ჯანსაღი არსი, ჩვენი მთლიანი და Yes, baby. Bum bum bum. გამარჯობათ. რა მალე გაიღვიძეთ თქვენ? Go. I'm here. და შენ ის ცოტა ხანი? დიდა. Oh, so pretty, so pretty. და შემდეგ უკვე წლის ბოლოს გვაქვს სუფთა და წკრიალა სოფელი, ქალაქი და 2 წლის ბოლოს გვაქვს სუფთა და კრიალა რეგიონი და 3 წლის ბოლოს გვაქვს სუფთა და კრიალა ქვეყანა. მე მგონი სუდი შედეგი არ არის, ხო? მათი გეგმაა, რომ კიდევ და კიდევ უფრო ნაგლად წაიღონ ეს ყველაფერი, არ ინდობენ არავის და არაფერს, არც ახალშობილებს, არც ქალებს. კაცების სრულად შეპყრობილები ხართ მათგან, თუმცა იცოდეთ რისთვის ხართ შეპყრობილები. არა იმისთვის, რომ ხართ I love you. არა იმისთვის, რომ ხართ მათი მონები, არამედ იმისთვის, რომ ხართ უფლის წინა ფლანგის ჯარისკაცები. ამისთვის ხართ შეპყრობილები. რადგან წარმოიდგინე, რომ გამოიღვიძო, სასულიერო გამოღვიძება და ეს ინსტრუქციები რო გქონდეს და ხარ უფლის სიმაღლეზე. რა უნდა აქნა? ვერაფერს ვერ იზავ, იმიტომ რომ საერთოდ სხვაგან არიან. და უფალი ვერც წდება მაგათ სიბნელეს. ამიტომ ჩაგიყვანათ თითოეული მანდ, რომ მანდ გამოგაფხიზლოთ. მანდ გაფხიზლებენ და თქვენ უკან იძინებთ. ნუ გეშინიათ. მანდ გაიღვიძეთ და მანდვე იბრძოლეთ. უფლის სახელით მანდ, მხოლოდ უფალი თქვენს გარეთ არ არის, თქვენ შიგნით არის. თქვენს გარეთ ნახევ არ მე, მაგრამ ჩემშია უფალი და ამას გეუბნებით, რომ მაგალითად გამომიყენეთ იმისა, რომ აი ეს გოგო როგორც არის, ესე ვარ თქო. გესმით? ანუ ჩემშიაც არის ეს ძალა თქო, ცკი არა, ჩემშია ეს ძალა თქო. მასშია ეს ძალა. ერთნაირებშია ეს ძალა. ერთნაირები ვიღვიძებთ და ერთმანეთს ვეხმარებით ყველაფერში. რათა მოვიპოვოთ ის გამარჯვება, რაც წინაპართაგან ძალიან დიდი ხნის წინ დანახულია, აღქმულია და
დანატოვარია. მიყვარხართ ყველა, ძალიან საიზღრობა და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, მაგრამ ერთად ყველაფერს ძლევთ და შევძლებთ. ასევე ეს გამოღვიძებული, გაწკრიალებული კაცობრიობა ეხმარებით დათა, დედათა და ქალთა არს შემდეგ, რომ მოვიპოვოთ ის სუფთა საწიერი, სადაც ესენი ვეღარ აღწევენ. ანუ ჩვენი სიწმინდე სრულად იქნას დაცული. ანუ ჩვენი აურის ბურთის გარეთ, ჩვენი საზღვრების გარეთ იდგებით წინა ფლანგზე, რომ მათ ვერ შემოაღწიონ აქაურობაში, ვეღარ. ქალებში, ვეღარ ბავშვებში, რადგან ეკლესია გარიგებულია მათთან, შეწყალება აქვთ მოპოვებული მათგან, რომ ისინი ეკლესიას არ დაესხმებიან თავს, თუ ბავშვებს და ქალებით მიამარაგებენ იქაურობას და რა თქმა უნდა კაცებითაც. რადგან კაცები უკვე იქ ხართ. და იცოდეთ, რომ ყველა ის რელიგიური წინასწარმეტყველება, რაც კი რამე აბრაამისეული და ებრაული წინასწარმეტყველებებია, რომ ვაი ისეთი დრო მოვა, ვაი ქალს, მეძუძურ ქალს და ვაი ახალშობილს, ამიტომ არის, რომ განწირული ყავთ სრულად დედები და ქალები, მაგრამ ძმებო, მამებო, ვაჟიშვილებო, ბაბუებო, პაპებო, ნამდვილებო, თქვენ ხომ არ მისცემთ ამის უფლებას. თუ მისცემთ, ამაში უკვე მერე თქვენი სულთა გადარჩენა, გადმორჩენის ამბავიც არის ავტომატურად ჩადებული. ვისი გჯერათ? გჯერათ წვერიანი, ღიპიანი, მონოპოლისტი, ფულიანი და თუნდაც უფულო, გაუბედურებული, ბეჩავი და ჩაჩანაკებული, უბედური, მოტყუებული სამღოდელოების, თუ გჯერათ თანა მებრძოლი კი არა, გენერალი წინა ფლანგზე მყოფი ქალის რჩევებისა და ინსტრუქციის. თქვენ თვითონ უნდა აირჩიოთ, რას ირჩევთ. და თქვენი არჩევანიდან გამომდინარე, შემდეგ უკვე საკუთარი შესაბამისად წარიმართება. წესი თქვენ უნდა იყოთ გზის მაჩვენებლები, მაგრამ სრულად ჩაყლაპულები გახდით შავმღოდელოებისგან. და ხართ იმ მოცემულობაში, რაშიაც ხართ. გიტოვებთ ამ ლაივს, წესით ძალიან მძიმე ღამე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს იყო ღამე გამარჯვებისა, სინათლისა, განათლებისა და ძალიან დიადი ინსაიტებისა. დიახ, მიყვარხარ შენ. I love you. გიტოვებთ ამ ლაივს და ამ ვიდეოს ქვევით ნახავთ ოქროს ხეს, ღვთაებრივ საჩუქარს ქალთათვის. დედებო, ქალებო, შეგიძლიათ საკუთარ ქალიშვილებს აჩუქოთ სამკვიდრებლად იმ მომავლისა, იმ ღვთაებრივი არსისა, რომელიც აქ არის და რომელიც შეულახავია და რომელიც იმ ოქროსა და იმ ხეებზეა დამყარებული, რასაც ეს ოქროს ხეები წარმოადგენენ და კაცებო, თქვენ კიდევ შეგიძლიათ ან რჩეულ ქალებს აჩუქოთ, ან დებს აჩუქოთ, ან რჩეულ ქალებში არ იგულისხმებიან ტანია მარია, ესენი რა ქვია, სხვები. გიტოვებთ ამ ლაივს, დროებით და კარგად. I love you. Bye.